პარტიული პარლამენტი ამ პარასკევს საშემოდგომო სესიის დახურვას აპირებს და შვებულებაში გავა თებერვლამდე. გარედაში და ლეგიტიმაციის არარსებობის პირობებში ოცნებამ უკვე მოასწრო რამდენიმე ცვლილების მიღება, მათ შორის 6 კანონში წესით ეს ცვლილებები ძალაში ვერ შევა მანამდე მას პრეზიდენტი არ დაუბრუნებს პარლამენტს, მოსალოდნელია ზურაბიშვილი მას ხელს არ მოაწერს და ამას ითავებს ტრადიციულად უკვე შალვა პაპუაშვილი. კანონებში ცვლილებები ერთპარტიულმა პარლამენტმა ფაქტობრივად 3 დღეში 3 მოსმენით მიიღო და ასე მოხდა თითქმის ყველა შემთხვევაში. თქვათ, რა შეიცვალა აქციებთან მიმართებით, იკრძალება ნიღბების დარება, ლაზერების მინათებაც კი, მაგრამ ნიღბების დარება არ ეკრძალება საპოლიციო ძალის წარმომადგენლებს. ჯარიმები იზრდება გზის გადაკეტვისთვის, ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის, აქ პლაკატების გაკვრაც იგულისხმება პიროტექნიკის გამოყენებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 20 დღეში 500-მდე მოქალაქე დააპატიმრა, მათი უმეტესობა ადმინისტრაციული წესით და თითქმის ყველა სხდომაზე სასამართლოში ჩვენ გვესმის განცხადებები, რომ ისინი დააკავეს უმიზეზოდ გამოგონილი ბრალდებით, თითქოს არ დაემორჩილნენ პოლიციას. ასეთ იყო დღევანდელი შემთხვევაც. დავით გოგილაშვილის სხდომაზე მივიდა ჩამტვრეული ცხვირით და მან თქვა იქ, რომ სპეცრაზმელმა სახეში წიხლი ამომარტყა, ასე უთხრა მოსამართლეს. მოსამართლემ კი უპასუხა, რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის, თუმცა ძალადობას გმობს. მოქალაქემ გაახმოვანა მუქარაც მისი მისამართით, როგორ უთხრეს, აი მცემის დროს, რომ ვეღარ გადარჩება თუ კი ისევ მივა აქციებს. ამ ყველაფერს დარბაზში ევროკავშირის 5 და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები ისმენდნენ. კამერების განმავლობად შემოხვედრეს პრეზიდენტმა ამომარტყა წიხლი სახეში, სახის არეში, სადაც ვიქცენი რომ ცხვირი გამიწყდა, ჩემს სისხლთან ერთად მოდიოდა შედედებული სისხლი და თუ ჩამოხვალ რომ მეორე ხელ არ გადაუშვებია, რასაც მე ძალიან რეალურად დავუყავდი, იმიტომ რომ აღარ ვიცოდი სად ვიყავი, დროსაც სივრცეში ორიენტაცია დავკარგე. გოგილაშვილმა ისაუბრა უსაფუძვლო დაკავებაზე, ყალბმოწმებზე, გამოგონილ ბრალდებაზე. საქმე ისაა, რომ ახლა ამის გამარტივებასაც ცდილობს მომლაურის უწყება და ნახეთ როგორ კოდექსს ემატება ახალი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც პოლიციას უფლება ეძლევა სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციისთვის ადამიანი დააკავოს. რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიციელს უფლება აქვს გამოიცნოს თქვენი ფიქრები, თქვენ განიზრახეთ თუ არა დანაშაულის ჩადენა, თუ კი ჩაიფიქრეთ, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეთ, მას მაინც შეუძლია დაგაპატიმროთ. ამას პოლიცია აქამდეც აკეთებდა. ამის სულ ბოლო მაგალითად შეგვიძლია ატოფჟალავას დაპატიმრებაც მოვიყვანოთ. მოწმე პოლიციელის ხდომაზე ხვდება, რომ ბჟალავასთან მივიდნენ იმის გამო, რომ საეჭვოდ მოეჩვენათ მისი მოძრაობა. მოკლედ, ვიყვანოთ თბილისში ავაშის ქუჩაზე. მოსამსახურებელი საქმეზე და გადაადგილებისას შევამჩნიეთ აღნიშნული პიროვნება. რადროსაც გამოიწვია ჩვენ დანახოთ რაღაც მოძრაობის შეცვლას. მოდესაც მივეწვით და მოთხოვეთ წარუდგინეთ ჩვენი პირადობები, ვიყავით პოლიციის თანამშრომლები. ის შემდეგაც ახლა აგრესიული აღმოჩნდა თავის პირადობის დამოკიდებული მოთხოვნა. მოგვაქვს ტიპუშები და შეგვიძლია. ამის შემდეგ მივიდა განზრახება, რომ ადმინისტრაციული სისტემის უნისტაგავას. ჟალავა იქვე უბნება პოლიციელს, რომ ეს სიცრუეა, რადგან სინამდვილეში მან მაშინვე აჩვენა მისი პირადობა, არ გაუწევია არანაირი წინააღმდეგობა და ამას ადასტურებს აი კადრებით, რაც ჩვენ ნახეთ, რასაც ახლა თქვენს უყურებთ. რომელ ევროპულ სტანდარტს შეესაბამება ეჭვის საფუძველზე პირის დაკავება? კითხა დღეს ფორმულა მირაკლი კობახიძეს. პასუხი ასეთი იყო, რომ ის აღარ არის პარლამენტში, მას არ უმუშავია ამ ცვლილებებზე, მაგრამ იურისტები გასცემენ პასუხს. ამ შემთხვევაში ეს კანონპროექტი იქნება დაფუძნებული საერთაშორისო პრაქტიკაზე. როგორ ქვეყანაში მოქმედებს ის ცვლილება? ამას იურისტები გეტყვიან, მე უშუალოდ არ ვიყავი. აი ევროკავშირის ქვეყნებშიც არის მაგალითად ნიღბები, დარება აკრძალული. აი ასე გითხარით, არის ევროკავშირის მე მაგას ვერ გაგცემ პასუხს. ეჭვის საკმარისი საფუძველიდან პოლიციამ დააკავოს. პარლამენტიდან გამოვედი ერთი თვის წინ, შესაბამისად ამ საკანონმდებლო სამუშაო პროცესში არ ვიყავი ჩართული. ის იურისტები, რომლებიც მუშაობდნენ, უშუალოდ გაგცემენ პასუხს. მე უბრალოდ ვერ გაგცემთ ამას პასუხს. იმიტომ რომ სამუშაო პროცესში არ ვიყავი ჩართული. კობახიძეს არ აქვს პასუხი, როგორ მოხდა ისე, რომ თვეებია ძალადობაში მხილებული ერთი სამართალდამცველის კი არ არის დაპატიმრებული, ან სისხლის სამართლებრივი დევნა მის წინააღმდეგ დაწყებული. ხომ არ ნიშნავს ეს პირდაპირ იმას, რომ მათ ხელს აფარებენ. აქაც კობახიძე მედია შესაბამის სამსახურებთან გადაამისამართა, იქამდე მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
ხელი საფარება ეს არ არის, რაც შეეხება კონკრეტულ გამოძიებები გაგრძელება ბუნებრივია და იმედია დასრულდება წარმატებით. გაზაფხულიდან დღემდე ერთი სამართალ დამცველი საფრთხეს გაყავდა. ჩვენ ხედავთ როგორ მოქმედებს შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურატურა, როდესაც მიზანში არიან დემონსტრანტები. ასეთ მაგალითებად შეგვიძლია მივიჩნიოთ სისხლის სამართლის საქმეები, რაც აღსწრეს დემონსტრანტების წინააღმდეგ. მათი უმეტესობა საპატიმროშია ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით, მაგალითად ახალგაზრდები 19 წლის ზვიად ცეცხლაძე, 24 წლის თორნიკე გოშაძე, 20 წლის გიორგი გიორგაძე, 19 წლის ირაკლი მიმინოშვილი, 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი, დაკავებულია ინსაფ ალიევი მათთან ერთად მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე, გიორგი ახობაძე, ლუკა ჯაბუა, აქტივისტი საბა სხვითარიძე. სისხლის სამართლის წესით ედავებიან ლელოს წევრებს ვეფხე კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს, სხვათა შორის კასრაძეს, როგორც მისი ადვოკატი წერს, ცოტა ხნის წინ შიმშილობაა დაუწყია, ტყვედ გრძნობს ის თავს საპატიმროში, უთქვამს ასე მისი ადვოკატისთვის, კახა კოჟორიძისთვის. ბათუმში დაკავებული არიან ლექტორი მამუკა ჯორბენაძე და ახალგაზრდები დავით გვიანიძე, ანდრე კაკაბაძე, გიორგი დავითაძე, გურამ მიქელაძე, მოკლედ 30-ზე მეტია სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებული მოქალაქე და ბოლოს თქვა საჯარო სამსახურებთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებაც ესეც მოასწრო გასულ კვირას ოცნებამ. ერთი ეხება რეორგანიზაციის გამარტივებას, რაც აღქმულია როგორც პოლიტიკური ნიშნის დევნის გამარტივება ოცნების ხელში. კიდევ ერთი ცვლილება უკავშირდება მოთხოვნას ქართული ენის ცოდნის შესახებ. საქმე ისაა, რომ იურისტების შეფასებით ოცნების ცვლილებებით საჯარო სამსახურებში დეპარტამენტების უფროსებსა და მათ მოადგილებს არა მხოლოდ სახელმწიფო ენის ცოდნა, არამედ არც საქართველოს მოქალაქეობა მოითხოვებათ. ამაზე შალვა პაპუაშვილი გუშინ ამტკიცებდა, რომ ეს ტყუილია ისაიას თავმჯდომარეს ნონა ქურდოვანიძეს თხოვს ბუდის ან მის დონორს.